და რადგან წარდგება ეს პროგრამა, იმიტომ რომ მაინც სქემის საფუძველზე ჩაიარეს წარმატებით და მათი სამუშაო გრაფიკიც არის ძალიან დატვირთული. ამიტომ რისკი, ასე ვთქვათ, მოდის გადის მასწავლებელი პროფესიიდან. პედაგოგების სურვილი არის ძალიან ცოტა. შევშალების იდეა საერთოდ წამოვიდა. არის გარემოს ფაქტორია. დამწყები მასწავლებლების მხარდაჭერის პროგრამის შექმნა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ არსებობს უამრავი საერთაშორისო კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ყველაზე რთული პერიოდი მასწავლებლის პროფესიაში დგება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პირველ 2 წელიწადში. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ რა განათლებაც არ უნდა კონდეს მომავალ პედაგოგს მიღებული უნივერსიტეტში, ის როდესაც სკოლაში ხვდება, აწყდება ბევრ სირთულეებს, სადაც სჭირდება ხელშეწყობა. მოგეხსენებათ, ახლა იწყება ახალი სისტემის დანერგვა და უკვე სქემა დაწყებულია, ახალი სქემის იმპლემენტაცია და ჩვენ გავიაზრეთ ის, რომ სწორედ დამწყებ მასწავლებლებს, ნაკლებად გამოცდილების მქონე მასწავლებლებს შეექმნებოდათ უფრო მეტი საჭიროება იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოახდინონ ამ სქემაში თავიანთი თავის რეალიზაცია და წარმოჩენა. ამიტომ ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შექმნას ასეთი მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მოიცავს 0-დან 2 წლამდე გამოცდილების მქონე მასწავლებლების პროფესიულ მხარდაჭერას. ეს იქნება სხვადასხვა პროფესიული განვითარების აქტივობებში ჩართვა, რესურსების გაზიარება, მსჯელობები, დისკუსიები, ვორქშოპები, მასტერკლასები, ტრენინგები და ინდივიდუალური კონსულტაციები. მე უკვე მეორე წელია ვასწავლი ქალაქ თბილისის 133 საჯარო სკოლაში. ვარ სამოქალაქო განათლების უკვე უფროსი მასწავლებელი. ამ მხრივ პროექტი იმდენად რამდენადაც ისეთ ვასწავლებს მრავალფეროვან აქტივობებს და არ შემოიფარგლა მხოლოდ ლექცია სემინარებით, არამედ მოიცავს მაგალითად კონფერენციებსაც. არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც დამწყები მასწავლებლისთვის და ვიმედოვნებ, რომ პროექტი იქნება გამოსადეგი პროფესიული კარიერული წესისთვის.